ან რა შეიძლებოდა უარესი რომ მოხარიყო მე მინდა გითხრათ რომ 91-12 წლების მიჯნაზე ხელისუფლების ძალადობის შეცვლამ გამოიწვია საბოლოო ჯამში სოხუმში და ცხინვალში მოვლენების ისე განვითარება როგორც განვითარდა და იმ სამოქალაქო დაპირისპირების დროს იხელთა დრო მაშინ რუსეთთან და მაშინაც რუსეთის პროვოცირებული იყო და მოხდა ძალიან ცუდი ამბავი და ეს მიზეზი იყო სწორედ ის ძალადობა ხელისუფლების მიმართ. ეხლა მე მინდა ამ ბატონს უპასუხო რომელიც ჩვენი გულშემატკივარია აშკარა და სინანულით ლაპარაკობდა და არა ნიშნის მოგებით ეს მინდა გაუდასტურო. ჩვენ არც მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს რომ თქვენი სიცხე დავუყაროთ. ეს გამორიცხული ამბავი არ მივიღებთ. ჩვენი არც თანამდებობისთვის რომ არ გვიბრძოლია ეს დავამტკიცეთ ჩვენ ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, იმითი რომ საერთოდ უარი ვთქვით ამ საპარლამენტო სადეპუტატო მანდატებზე, იმისთვის რომ ჩვენი თავი და სიცოცხლე არ გვენაღვლება ამისთვის ჰქონდა აქციები, რომელიც იყო ძალიან სარისკო სიცოცხლისთვისაც და ჯანმრთელობისთვისაც და ყველაფრისთვისაც და მთელი 1 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ყველა ტიპის დაპირისპირებაში ვიყავით და ჩვენი აქტივისტები და ჩვენი მხარდამჭერები, რა ვიცი, აბა ზოგი ცემეს, ზოგი მოკლეს, ზოგი გაგუძეს, ზოგს პირი აუკლეს, ხევში გადააგდეს, რამდენი დაიჭირეს, რამდენი პატრიოტი, უკან არ დაგვიხევი არაფერს და არ ვაპირებთ უკან დახევას და მინდა გითხრათ ეხლა რომ ახლა მანდამაი სადმე შევარდრა თუ ვინმეს უნდა დღეს რომ სადმე შევარდეთ ჩვენ, ეს უნდა მიხეილ სააკაშვილს და არ მივცემთ მას ამ ბედნიერებას. გარწმუნეთ ჩვენ ყველა ვართ აკცელერანტები ვართ ქართველები ვინა გვეჩქარება არითა რა შეიძლება მალე დავამთავროთ სწრაფად დავამთავროთ. მალე და სწრაფად დამთავრება არ არის ნორმალური მოვლენა, იმიტომ რომ ჯერ საზოგადოებამ უნდა გაიგოს რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ რატომ გვინდა სწორედ ხალხს გული აქვს გატეხილი. გული თუ აქვს ხალხს გატეხილი, მაშინ ამ ქვეყანას არაფერი არ იშველება. გულის გატეხვის საფუძველი რა არის? ის რომ ჩვენ უფულოდ, უყველაფროდ, ჩემო ბატონო, ამხელა უზარმაზარი აქციები წამოვიწვევთ. გული გასატეხი მაშინ იყო იმ 4 წელი 2004-დან 2007-მდე, როდესაც პარლამენტში ვიყავით, მუდმივად ლაპარაკობდით, იმაში მონაწილეობდით საზოგადოებრივ აზრზე, ყველაფერზე მუშაობდით და მაინც თავისად მაშინ მოხდა ყველა დიდი დანაშაული ქვეყანაში რაც მოხდა. საკუთრების დახურვა, ტელეკომპანიების დახურვები, თოქ-შოუების დახურვები, ადამიანების ქუჩებში ხოცვა, ყველაზე წარსმევა, ჩემო ბატონო და ეს იმ 3 წელიწადში იყო გული გასატეხი და არა ბოლო 1 წლის განმავლობაში, როდესაც ვიბრძოლეთ. მართლა ღირსეულად ვიბრძოლეთ და ბოლომდე ვიბრძოლეთ და არ დაგვიმთავრებია თან ეს ბრძოლა. ვინ დაამთავრა ეს ბრძოლა? ვინ აპირებს? 20 წელია ვარ პოლიტიკაში ბატონო და 19 წელია ვარ ოპოზიციაში. ახლა შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ რა არის ეს ამ კაცს სიამოვნებს მუდმივად იყოს სულ რაღაცა საწინააღმდეგო პოზიციაში ხელს. არა. არასოდეს არ მოხდა, ჯერ იყო შევარდნაძის ხელისუფლება, რომელსაც ბუნებრივია ელემენტარული ის იყო სინდისის და ლოგიკის ამბავი იყო, რომ უნდა ჩადგომოდი ოპოზიციაში და მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ამ რევოლუციაში მონაწილეობდი და მე არ მქონდა პრობლემა არავითარი, რომ სააკაშვილთან ერთად ხელისუფლება გამენაწილებია, მაგრამ რომ ნახე რა ტიპის მართლობას აპირებდნენ ესენი, როგორ აპირებდნენ, თქვი უარი იმაზე და წამოვედი, კაცო, ისე ოპოზიციაში წამოვედი, იმიტომ კი არა რომ აკვიატებული გვაქვს ეს ოპოზიცია. არა ხალხო, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, გულის გატეხვის უფლება არა გვაქვს. ყველა ერი, ყველა ქვეყანა, რომელსაც ან გული გაიწეხა, ან დაიღალა, ან რაღაცა, დედამიწის ზურგზე არ არის, ზემოთ არ არის. არიან ისტორიაში, არიან რაღაც საუკუნეების საკუთვნილება უკვე და დამთავრებულია, მაგრამ მე გარწმუნებთ, რომ ამ ერთ არ უწერია გადაშენება, ამ ერთ სააკაშვილი და მისი რა ქვია პატარა ბიჭუშკები კი ვერ გადააშენებენ, კაცო, ვერავინ ვერ გადააშენებს ამ ერთს. ეს ერი არის მარადიული ერი და ჩვენ გვაქვს მარადიული ბრძოლა მოშილი ახლა. ეს თუ შეიძლება მოჟა ერქვათ ამას, მარადიული ბრძოლის პროცესში ვართ ახლა და ეხლა იმასთან დაკავშირებით, ტელევიზიებთან დაკავშირებით ჩვენი ბრძოლა არის ამ ერთი დიდი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი და ჩვენ ესე უნდა გავითავისოთ ეს. ესე იყო ეროვნული მოძრაობის დროსაც, მეგობრებო, მე მინდა შევახსენო ტელემაყურებელს, რომელიც ძალიან გაცნობიერებულია, რომ ზუსტად გამსახურდია მაგალითად, სანამ საარჩევნო კოდექსი არ შეასრულებინა, მანამ კომუნისტების წინააღმდეგ იბრძოდა, მაგრამ კომუნისტები არიქა ახლა შეუვარდეთ სადმე და ჩამოვაგდოთ ძალითო ესეთი რამე არც გაუვლია თავში აზრად რა. შეასრულებინა საარჩევნო კოდექსი, შემდეგ არჩევნები ჩაატარებინა იმ პირობებით, რა პირობებით იყო სამართლიანი და გაიმარჯვა ამ არჩევნებში, იმიტომ რომ ხალხის მხარდაჭერა ქონდა. ჩვენი სქემაც იგივე არის. ჩვენ ტელევიზიები უნდა გავახსენოთ, მერე სასტარტო პირობები ისეთ შევაფრთხილოთ, რომ ხალხს შეეძლოს თავისუფლად ხმისთვისაც და შევცვლით ამ ხელისუფლებას. ნადოს მაყურებელი ყავს, მაინც ვერ გამიპასუხეთ. ის გულისხმობდა სახელმწიფო ბიჭებიდან, აგა გიერთებიან ლომებიო. ის ეთერში ხარ.
გამარჯობა ზოგადად და მე ვსწავლობ კონსტიტუციას. აი ეს შეკითხვა. ეს თავრობა რას წარმოადგენს ყველა ამაზე მეტი ლაპარაკი, მგონი არის საჭირო. ხალხი ხა დაზგუნულია იყო ლაპარაკი და გაწეხილი აქვს გულიო. ამ ეტაპზე მე ვფიქრობ ხალხს გული დაზგუნულია თუ გაწეხილი აქვს იმის გამო რომ ოპოზიციას ხედავენ ნოღაიდელთან, ბურჯანაძესთან, საღარ ჩამოსხდეს, აი მაინტერესებს კითხვა მაქვს. ხარო კეძერაშვილი, მერაბიშვილი თქვა გადმოვიდეს და განსხვავებული აზრი გააფიქსიროს, იქაც ბატონ დავითს თქვენი ამიტომ ყველასთან უნდა დაიწყოს მოლაპარაკება, ამას მიაქციონ ყურადღება, იმიტომ რომ თუ დღეს ხალხს გული აქვს გაწეხილი ოპოზიციასთან მიმართებაში. ზუსტად აი ამიტომ აქვს. და ამას მე აღნიშნის მოგებით არ ვიძახი პირიქით ოპოზიციის მხარეს ვარ და ამას მიაქციონ ძალიან დიდი ყურადღება. ხალხს ერთი წუთი კიდე პოზიციის ბატონ დავით, ნუ ყვედრიან რომ პარლამენტში არ შეევიდნენ. პარლამენტში შესვლა ამ კრიმინალებთან ერთად ყოფნა მათ ღირსებაზე მეტყველებს და ამისთვის ახლა ხალხმა მადლობა არ უნდა უხატოს რომ მადლობა თქვენ პარლამენტში არ შეხვედით. მე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და ფაღად მოაზროვნე ყველას. შეგეკითხებით შეიძლება. მაგრამ საინტერესო მოსაუბრეა და ამიტომ მინდა კითხოთ აი ბატონ მაკოკო აბზანა რომ ყველასთან წავალ დიალოგზე. ხოდა ეს არის ზუსტად საინტერესო ეტაპი არის. ცნობილი თეზარი იყო პავლე გახდა სწავლა. იყო სწავლა გახდა. გრიშა და გრიშა. არა რა არის ეს აი რაღაც ამდაგვარი ახლა მე შორსავარი იმაზე საგარეო ბიჭები იაკობინელებს შევადარო მაგრამ იაკობინელებმა გარკვეული დოზის დისტანცირება ისე მოახდინეს საზოგადოების და ყველა გაერთიანდა იაკობინელების წინააღმდეგ. აი მე რა მინდა კითხოთ თუ ისე ძლიერი ამბობს თვითონ ამბობენ ჩვენი ოპოზიციონერები პოლიტიკური ლეში არის ეს რეჟიმი და ეს ბიჭებიო რა საჭიროა აი ყველასთან გაერთიანება როდესაც არსებობს რაღაც პრინციპები. ზუსტად ამას ვამბობ. აი თქვენ მიუღებლად მიგაჩნია? აუ მე მარტო მე არა. ჩემს გარშემო. აი ბატონი კოკაბზანებს რომ ყველასთან წავალ დიალოგშიო. ზუსტად მაგაშია რომ აინტერესებს. ეგება ღიზეს რომ უგატეხილიაო ხალხიო და ზუსტად მაგითო მთავარი არის. იმაშია რომ ზუსტად ნოღაიდელთან, ბურჯანაძესთან და ასე შემდეგ. ესეთი რა საფრთხეები არიან თქვენთვის ეს ტიპები? ბატონო? რა საფრთხეები არიან ესენი თქვენთვის? ჩემთვის ნუ რა საფრთხეები ეს ყველა მიწის ახლა ნუ რადგანო ახლა ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრი მთელი ქვეყანა დააყაჩაღა ამდენი თანხა მოიყარა. ის გაზია რომ სამხელევის ბიჭი ვარო. ეხა ეს ხომ ყველა მიცის, ეხა ამას მე ხო ვერ დავამტკიცებ, არა ეს ხალხმა ყველაფერი იცის. გულგატეხილია ხალხი იმის გამო, რომ ეს ოპოზიცია მე ამას მხარეზე ვარ და იმიტომ ვამბობ, რომ არ ნახოს ასეთ ხალხს. აი ამას ვამბობ. იგივე გითხარით მე. ებატონო. აი რაშია აქ გაერთიანებაზე და რაღაც ტიპის ერთობაზე საუბარი არ არის ბუნებრივია, თუმცა ჩვენ გვმართებს პრაგმატიზმი. ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა პროცესებზე აღებული ამიტომ ეს პასუხისმგებლობა მოითხოვს გარკვეული ამოცანის გადაჭრას. თუ ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი უმხივნეულოდ ჩავატაროთ, თუ ჩვენ გვინდა ნაკლები დანაკარგების გარეშე, ერთ-ერთი აქ ლაპარაკი რა პოლიტიკაში არჩევანი ყოველთვის არ არის სიკეთეს და ბოროტებას შორის, ხო? არის არჩევანი ბოროტებას და ნაკლებ ბოროტებას შორის. დღეს ყველაზე დიდი წყარო აი ამ უსინდისობის, ამ უზნეობის, ამ ბოროტების რომელიც ხო, ეს არის პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა. ამიტომ ეს ვითარება რომ რაც შეიძლება უხილოულოდ ჩავატაროთ, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგების, რაც შეიძლება ნაკლები გართულებების გარეშე დავასრულოთ, მოითხოვ ჩვენგან გარკვეული ტიპის დიალოგს. ეს არ არის ერთობა. ეს არის გარკვეული ინფორმაციის მიღება, ეს არის გარკვეული კოორდინაცია, ეს არის პროცესი, რომელიც მიგვიყვანს საბოლოოდ თავისუფალ არჩევნებამდე და გარკვეულებს თავისუფალ არჩევნებში ჩვენ არ ვიქნებით იმ ადამიანებთან, ვისაც გარკვეული პრეტენზიები გაგვაჩნია. ეს გოგო ამის ეს ბაზრის დასაგებია რა. ერთობას დიალოგი ახლა მე ვერ წარმომიდგენია აბეიშვილსა და ცხეშოვილის. აბეიშვილის სხვა ფაზე გეუბნებით რა ინფორმაციას მოგაწვით ამისთანავე. ამ იგივე მერაბიშვილი რას რომ ამის გამო ღიზეს აი რა სამ ქალბატონმა განწყობა დააფიქსირა. განწყობა არის. გარკვეული რანგირება გავაკეთოთ. გააკეთეთ რანგირება, მაშინ გამოაცხადეთ ამისთანებთან დავწვევით, ამისთანებთან არ დავწვევით.